მოგესალმებით ჩვენო YouTube-ის მაყურებლებო. დღეს აიაჰუასკას შესახებ მოგიყვებით, რაც ნიშნავს იმას, რომ ძალიან საინტერესო თემა შევეხებით. იმიტომ რომ ეს კულტურა, რომელიც ძალიან განსხვავდება ჩვენი კულტურისგან და შევეცდები რომ გაგიზიაროთ, რამდენადაც შეუძლებელი არ უნდა იყოს, რომ ეს სიტყვებით გადმოცა ჩემი ემოციები და ჩემი გამოცდილება ამ ყველაფრის შესახებ. სანამ დავიწყებდეთ, მინდა გითხრათ, რომ აიაჰუასკა ნამდვილად არ არის ყველასთვის, ანუ არ მინდა ისე გამოიდეს, რომ მე ურჩევ და მოუწოდებ ხალხს, რომ ეს აუცილებლად ყველასთვის დადებითი შედეგის მომტანი იქნება, ეს ნამდვილად არ არის ესე. აქედან გამომდინარე, თუ ვინმეს დაინტერესებს და ენდომება, რომ ეს გამოცდილება მიიღოს, სანამ ამ ნაბიჯს გადადგავს, აუცილებლად პირადი კვლევა უნდა ჩაატაროს, უნდა მოიძიოს ინფორმაცია და ამის მერე უნდა გადადგას მოკლედ ეს ნაბიჯი და მიიღოს ეს გამოცდილება. მე არაფერს არ ურჩევ, არც ექიმი ვარ, არც შამანი ვარ, უბრალოდ გიზიარებთ ჩემს გამოცდილებას. აიაჰუასკა არის უძველესი მცენარეული ნაყინი, რომელსაც ამზადებენ ამაზონის ჯუნგლებში შამანები. ის შედგება ორი ძირითადი მცენარისგან, აიაჰუასკას ვაზისა და ჩაკრუნას ფოთლებისგან, რომელთა ერთად მოხარშვაც იწვევს ძლიერი ფსიქოაქტიური ნივთიერების DMT-ის აქტივაციას. აიაჰუასკა გამოიყენება სულიერი და ემოციური განკურნებისთვის, ცნობიერების გაღრმავებისა და შინაგანი ტრავმების დასამუშავებლად. მოგლეთ სანამ დავიძრებით ამ ჯუნგლებისკენ, სადაც აიაჰუასკას ცერემონია ტარდება, შემოვიარე ლეტოში, დავლევ ყავას, რომ ცოტა გამოვხიზნე, იმიტომ რომ ჩამეძინებას. კოფეინზე თქოს, რომ იდეაში არ შეიძლება არც კოფეინი ამ ცერემონიისთვის, მაგრამ ცოტა გადამეტებული მგონია, თან მართლა ჩამეძინება იქამდე სანამ ჩავალ და ხო, კიდე რის თქმა მინდოდა, რომ ეს არ არის რაღაც რელიგია, არ არის ჯადოქრობა, ანუ ეს არის უბრალოდ შესაძლებლობა, რომ ამ გამოცდილებით შეგიძლია მე იმუშაო შენ თავზე, რაღაც კითხვები თუ გაქვს იმ კითხვებზე პასუხი იპოვნო და ანუ ეს არ არის რომ აი დღეს ეხა მაგალითად ეს ცერემონია ჩატარდა, მივიღე ეს გამოცდილება და ხვალ რაღაცა გამინაცდა და ანუ მე მუშაობ შენ თავზე აგზელებ, ანუ შენ თავზე მუშაობას და დრო ჭირდება ამას, რომ რაღაცა კვირა, ერთი თვე, ზოგს შეიძლება რა წელიც დაჭირდეს, რომ ბოლომდე გააანალიზოს და გააცნობიეროს ის, რაც ნახა, რაც იგრძნო და მე იმუშაოს, ანუ საკუთარ თავზე. ანუ პროცესია და რავი, ძალიან ბევრი ერთ-ერთია სტინგი და ტაისონი მე მგონი აღარ შვება, მაგრამ ტაისონი უფრო რავი, გონია რომ უფრო გართობის მიზნით აკეთებდა ამ ყველაფერს, იმიტომ რომ რავი, ბაყაყის შხამი და ბაყაყის ტრაკის მოწევა და რაღაცებს შალიჩობდა და ხო, ანუ ამ სტინგებს და ვიღაც ტიპებს რა დავანებოთ, თავი ბევრი ცნობილი ტიპია, ვინც აკეთებს მაგას, მაგრამ ჩვენთვის და ჩემს პირადად მაგას არ მოუხდენია რანი გავლენა. მე ვიცი რომ არის ეს გაბორ მატე, რომელსაც თავის გამოცდილება აქვს და თვითონ გამოიარა, ну რაღაც ძალიან ცუდი ისტორია აქვს მოკლედ და ერთ-ერთი არის რითაც ну საბოლოოდ უშველო თუ არ უშველო იქ მართლა იცის, მაგრამ ძალიან დაეხმარა ეს გამოცდილება და აიაჰუასკა და ზოგადად ფსიქოდელიკები და სხვადასხვა მეთოდი არსებობს, სხვადასხვა ფსიქოდელური საშუალებებით მკურნალობის, მაგრამ ეს არის ყველაზე გავრცელებული და ეს არ არის აუცილებელი რომ შენ რაღაც პრობლემები გქონდეს და ასე შემდეგ, ანუ ზოგადად სულიერი განვითარებისთვის, გონებრივი განვითარებისთვის რაღაც ძველი ტრავმები, რაც გინდა რომ გაიარო და ანუ რეალურად რო არის რომ გაწუხებს რაღაც, მაგრამ არ იცი რა გაწუხებს და
ნუ არის რაღაც საკითხები, რაც შენ წარსულშია და იმ ყველაფერთან სამუშაო გაქვს, რომ დღეს შენ არ შეგიშალოს არაფერმა ხელი და გაგიმარტივდეს, ანუ გაგრძელება და მუშაობა საკუთარ თავზე და საკუთარ სულზე და გონებაზე. არის სხვადასხვა ესეთი დაჯგუფებები არსებობენ და შამანები არსებობენ და ძალიან მნიშვნელოვანია უბრალოდ რომ არ მოხდე ვიღაც ვითომ შამანთან და ვიღაც ტიპებთან რომლებიც აგებენ ესე ტურისტულ მახეებს. მოკლედ ყავა ავიღეთ ლედაში, წყალი ავიღეთ, ჩავალაგეთ. ეს სავარდიდი ალბათობით ყველაზე მეტად ეს გამომადგება. იქ გადასაღებად, იმიტომ რომ არ შეიძლება გადაღება კიდე. ესეთი პალატკა მაქვს. ესეთი რაღაც გასაბერია მოკლედ ეს. ეს უფრო კომფორტულია ვიდრე ის რაღაც იმისის. იოგის რაღაც დასაფენები რო არის, არა კომფორტული. ის დამაუსხა კოღოების ის რო ქვია არ დაკმინონ შესაძლო. და სკამიც გასაშლელი სკამიც წამოვიღე რავი რა ის რა ხო. წავედით მოკლედ და ჩავალ თან სანამ დაიწყება 10 საათზე იწყება საღამოს თვითონ ეს ცერემონია 3 საათიდან იქ იკრიბება ხალხი 3 საათიდან საღამომდე. საკმაოდ ისე ჯუნგლებში გამოვედით და გრძელდება გზა ჯერ. მოვედით. უღრან ტყეში რაღაცა ესეთი რაღაცა აშენებული იყო. ინტერესო. ძალიან კარგი ადგილია. I can wait. ჯუნგლებში ჩამოვედი. ლამაზი ადგილია და ეს ადგილია მოკლედ გავბერე ჩემი ლეივი მოვამზადე რაპე გამიკეთეს ექიმი მოვიდა ეგრევე ეგზე მკითხა რაღაც ანუ გამომკითხა რაღაცეები ეს პროცედურა ჩვეულებრივი და მოკლედ ველოდებით 10 საათს რაპე გავიკეთე ოღონდ დაბალი დოზის და რაპე უნდა ცხვირში გასუნთქავენ რომ გაგიხსნას და სილზაღვევი მოგიდუნოს და ანუ მიღებამდე კიდე ერთხელ უნდა იგივე პროცედურა გავიკეთო და მიმედია მაგას გადავიღებ და ხო დანარჩენი რა ნუ თავისთავად ცოტა უცნაური ხალხია, ანუ ჩვენთვის ალბათ უცნაურები არიან. აბა არც მეგონა რა რაღაც სხვა შტაბშტილო მექნებოდა, ანუ არავინ არ არის გასართობად, ნუ მაგაზე მელაპარაკნე, აგრეს რომ აქ არ მოდის ხალხი გასართობად და რაღაც ფართი არ არის და საკუთარ თავებზე სამუშაოდ მოდიან საკუთარი განვითარებისთვის და ასე შემდეგ და ხო რავი დიდი ჯგუფი არა ანუ ჯერჯერობით 5 თუ 6 კაცია სულ ვინმე თუ მოვა ალბათ მოვლენ ვიღაცები და ხო რავი მოკლედ მე მგონი გადაღებაზეც დიდად პრობლემა არ აქვს ანუ უშუალოდ ამ რიტუალის დროს ცერემონიის გადაღება რამდენად გამოვა არ ვიცი არ მგონია მაგრამ რა ვესწრები რომ მაქსიმალურად გადავიღო
დღეს იქნება მეორე ღამე, გუშინ მქონდა პირველი გამოცდილება და საკმაოდ პოზიტიური და ინფორმაციული ღამე იყო და ძალიან კარგი გამოცდილება მივიღე. თვითონ ტრიპის შესახებ და თუ რა ვიგზენი და ასე შემდეგ ამასთან დაკავშირებით უკვე დღევანდელი ღამის მერე ხვალზე ჩავწერ ვიდეოს და მოგიყვებით. თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან კარგ ადამიანებში მოხვდი, რომლებმაც იციან 100%-ით თავიანთი საქმე, იციან თუ როგორ უნდა დაგეხმარონ და გაძლევენ სწორ რჩევებს იმისთვის, რომ მაქსიმალურად კონცენტრირდეს შენ თავზე და მაქსიმალური შედეგი გქონდეს შენ აქ მოსვლას და გასწავლიან როგორ უნდა იმუშაო თვითონ ტრიპის დროს და ხელს გიწყობენ მაქსიმალურად. ასევე თავს ძალიან უსაფრთხო გქნობ, იმიტომ რომ ხედავ ცალკე მასაჟისტი ყავთ, ცალკე ფსიქოლოგი ყავთ და მეთვალყურეობის ქვეშ ხარ და დაკვირვების ქვეშ ხარ მთელი ცერემონიის განმავლობაში, რაც მაქსიმალურად კომფორტულს ხდის ამ ტურს, ასე ვთქვათ და დღევანდელი ღამის მერე დამჭირდება რაღაც დრო, რომ დავალაგო აზრები, ეხლაც ძალიან გავიღვიძე, ვისვენებდი და ვემზადებოდი, რომ მეორე ღამე პროდუქტიული და მაქსიმალურად შედეგიანი იყოს და მე როგორ აგიზიარებ ყველაფერს. პირველი თვით ძალიან კმაყოფილი ვარ, ძალიან ბევრი და დიდი პოზიტიური ენერგია წამოვიღე, ძალიან ინფორმაციული იყო. თუმცა ეხლა ჯერჯერობით ამ ყველაფერზე არ შემიძლია ლაპარაკი, ვიწერ, ყველაფერი ჩავიწერე, უბრალოდ ამ აზრებს და ამ ჩემ ემოციებს, რაც ვნახე და რაც ვიგრძენი, გაფილტრა ჭირდება, დავაგება ჭირდება აზრებს და მე რა თქმა უნდა გაგიზიარებთ და ცერემონიის დაწყების შემდეგ ყველა ცეცხლთან ჟდება ესე და იქიდან შემოდიან მუსიკას უკრავს შამანები და ყველაფერი ანუ მთლიანად ის პროცესი და მიმართულებები ამ დაკვირვებით იმართება და უბრალოდ კარგი ადგილია მოწეს. აიჰუასკას ცერემონია შედგება რამდენიმე ნაწილისგან და პირველი ნაწილი პირველი ეტაპი იყო ბევრად ადრე, სანამ ჩააკითხა აიჰუასკას ჯუნგლებში, მანამდე ერთ თვით ადრე უნდა დაიწყო დიეტა და ინსტრუქცია ესეა და რეკომენდაცია, რომ არ ჭამო ხორცი, მოერიდო საერთოდ ბოლო ერთ თვის განმავლობაში ხორცს და მიიღო მარტო რაღაც ბოსტნეული მწვანილები და ესეც საჭმელი, რა თქმა უნდა ვერ დავიცავი ეგ დიეტა, მე ერთი კვირით ადრე დავიწყე, ერთი კვირით ადრე შევწყვიტე ხორცის ჭამა და ისიც აი ქათამს მაინც ჭამდი ხოლმე და ბოლო 3 დღის განმავლობაში ვეცადე რომ საერთოდ აღარ მეჭამა ეს ხორცი. კოფეინიც არ შეიძლება, მაგრამ ეგეც დავარღვიე სამწუხაროდ. წასვლის წინა დღეს ძალიან რაღაც ის ვიყავი აჟიტირებული და ხამე არ დამეძინა და მეორე დღეს დილს მომიწია რომ დამელია რომ ჩავსულიყავ იქამდე სადაც მივდიოდი. ასევე მნიშვნელოვანია რომ ამ ბოლო ერთ თვის განმავლობაში სანამ წახვალ აიჰუასკას ცერემონიაზე არ შეხვიდე რაღაც კონფლიქტურ სიტუაციებში, მაქსიმალურად შვიდად და გაწმენდილი გონებით იყო და არ გქონდეს რაღაც ესეთ საფიქრალი და რაღაც ნეგატიური ენერგია არ იყოს შენში. ჯობია რომ რაღაც სუნთქვითი ვარჯიშები აკეთო რეგულარულად, იოგაზე იარო, მედიტაცია და ასე შემდეგ, რომ მაქსიმალურად გაწმინდო გონება. მერე შემდეგი ეტაპია უკვე რომ იქ რო ჩადიხარ, იქ გამოვიძინე, სხვადასხვა შორის არ იყო ეს სიტუაცია, რომ ბევრად ადრე ჩავედი და მქონდა შესაძლებლობა რომ გამომეძინა, სანამ დაიწყებოდა ეს რაპეს და აიჰუასკას ცერემონია და ნუ შემდეგი ეტაპია უკვე რაპე არის ესეთი თუთუნი, რომელიც ჩამოაქვთ ამაზონის ჯუნგლებიდან და არის იმისთვის რომ მოგამზადოს აიჰუასკას
მიღებისთვის სპეციალური ჯოხით შამანი ან შამანის დამხმარე 9 საათით ადრე, შეიძლება 1 საათით ადრეც გასუნთქებს ამას, ამ შესუნთქებამდე რაღაც სიტყვას იძახის, რაც აქვს ამ ტრადიციაში რაღაც ლოცვასავით და მერე გასუნთქებს და შეგრძნება ყველას სხვადასხვანაირი აქვს, ვიღაცას რაღაც გულისრევი შეგრძნება აქვს, ვიღაცას მუცლის ტკივილი აქვს, ანუ მე ეგ დისკომფორტი არც ერთი არ მქონდა. შესუნთქვის მერე ვიგზენი უბრალოდ წვა, ცხვირში ჯერ ერთ ნესტოში გასუნთქებენ მერე მეორეში და იდეაში ეს არის იმისთვის, რომ ორგანიზმი და გონება დააკავშიროს ერთმანეთთან და მაქსიმალურად დაგამშვიდოს და მოგადუნოს იმისთვის, რომ კარგად ან მომზადებული იყოს აიაჰუასკასთვის ორგანიზმი და ძალიან დამეწვა თავიდან და ოდნავ ცრემლები წამომივიდა და მე უკვე წუთ ნახევარში 2 წუთში რო დავჯექი ცეცხლთან, ძალიან სასიამოვნო შეგრძნება იყო, ფეხებიდან იწყებს გათბობას ორგანიზმი და ძალიან დიდ სიმშვიდეს გრძნობ და შვიდები, გონება გეწმინდება და აი საერთოდ აღარაფერზე აღარ ფიქრობ. რაპეს ძირითადად იყენებენ მედიტაციისთვის და მერე უკვე იწყება წმენდის ცერემონია. წმენდის ცერემონიაში გულისხმობა ეს რაღაც შამანი და შამანის დამხმარეები რაღაც ნაკვერჩხლებზე აქვთ რაღაც წმინდა სცენარებს ეძახიან, რასაც უკიდებენ ესე ცეცხლს და ამ ბოლით წრეზე ესე ყველა მონაწილე ვინც ვარ ცეცხლთან დგავართ და სათითაოდ ყველას გვითქვავენ რაღაცებს და მერე უკვე ვდგებით რიგში, რის მერეც შამანი სიტყვას იძახის და ამ სიტყვაში იძახის, რომ გვიხსნის თუ რისთვის ვართ იქ, რომ მნიშვნელოვანია, რომ ვაცნობიერებთ და ვაანალიზებდეთ რა დატვირთვა აქვს ამ ყველაფერს. ძალიან ბევრ რაღაცას დაინახავ, რაც იქნება გასაკვირი, ისი სასიამოვნო, კარგი მუსიკა იქნება ასე შემდეგ, მაგრამ ძირითადი ნაწილი თრიბის უნდა გაატარო იმაში, რომ იმუშაო საკუთარ თავზე. გასაგებია, რომ კარგია, კარგი შეგრძნებები, მაგრამ თავარი არის ის, რომ ჩაუღრმავდე შენ თავს და გაყვე იმ ბნელ ადგილებში, სადაც რეალურად არის პასუხები იმ კითხვებზე, რომლებიც გაქვს და რაც გჭირდება. ანუ რატო არ უნდა მოერიდო იმ შიშს, რომ ამ შიშს რო არ მოერიდები, ამ შიშის იქით არის ის პასუხი და ის განძი, ასე ვთქვათ, რომლისთვისაც ხარ მოსული. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად ჩაუღრმავდეთ საკუთარ თავს და არ მოვერიდოთ და მოკლედ მაინც საბოლოო ჯამში შენ რაც არ უნდა ეცადო, იმისთვის არიან ეს შამანები, რომ ეგ მიმართულებები მოგცენ და ყველაფერს აკონტროლებენ ამ ხმებით, ამ ლოცვებით, სიმღერებით, მუსიკით გამოგზაურებენ, მოკლედ იქ სადაც საჭიროა და როცა საჭიროა, იმ თავარი დანიშნულება და ამ შამანების ეგ არის რეალურად, რომ იციან და უდიდესი გამოცდილება აქვთ, როდის, სად რა გააკეთონ და როგორ და რანაირი მიმართულებები მოგცენ, როდის შემოვიდნენ კომუნიკაციაში შენთან, როდის დაგანებონ თავი. შემდეგი ეტაპი არის უკვე უშუალოდ აიაჰუასკის დალევა და მნიშვნელოვანია, რომ სანამ დალევ თავიდან ეს თვითონ შამანი სვავს ამ აიაჰუასკას, რაღაცას იძახის და სვავს და მერე უკვე დამხმარეები სვავენ და მერე ყველა მონაწილე ესე დგება რიგში და ყველა სვავთ სათითაოდ აიაჰუასკას და ვждებით ცეცხლთან ყველა და ველოდებით სიბნელეში მარტო ცეცხლი რჩება და სანთლებია გარშემო თელ წრეზე ძიმე სიჩუმე ვარდება არავის აღარცალია იმისთვის რომ რაღაც ხო რა არავის არ ელაპარაკება ვერავის ხმას ვერ გაიგებ ჯუნგლების მარტო ეს ხმაური ხან მაიმუნის ხან მილიარდი ცხოველის ხმა იმიტომ რომ რაღაც უღრან ტყეში ხარ და რაღაც ღრმა ჯუნგლებში და ნელ-ნელა იწყებენ თვითონ შამანები მუსიკის დაკვრას, რის მერეც უფრო და უფრო ისეთ წვას და ის გულისრევის შეგრძნებას გრძნობ. მე პირადად დაახლოებით 10-15 წუთში დამეწყო და დავმძიმდი ძალიან და ეს საერთოდ ყველა გადის ირევს გულს, ირევს რა, ხო, ნუ ყველა პონჩი აგერე უნდა გაიწმინდო და ამის მერე უკვე ბრუნდებიან, მე პირადად რომ დავბრუნდი დაახლოებით 5-10 წუთი შევძელი მაქსიმუმ რომ გავჩერებულიყავი იმ ცეცხლთან და
წრეზე ეს შამანები აგრძელებენ დაკვრას და მაქსიმალურად აი ძალიან მძიმე მუსიკას უკრავენ იმისთვის რომ მალე მოხდეს ეს პროცესი. ჩემი მოგზაურობა დაიწყო პირადად ჩემი სახლით სადაც დავიბადე. დიდუბეში დავიბადე ქურდიანის ქუჩაზე მერვე სართულზე და მერვე სართულიდან ვიწყებ ჩამოსვლას კიბეებზე საერთოდ ყველა კიბის საფეხური და სად იყო რაღაც მოტეხილი და აი სულ ყველა მთელი 8-ვე სართული ფეხით ჩავიარე ჩემი მეზობლები რომლებმაც გამზარდეს ყველა კარები და ანუ ყველაფერი ძალიან ცხადად ვნახე და გავდივარ ეზოში რაღაცნაირად მზიანი ამინდია ჩემი თუთის ხევნახე და მოკლედ ნუ აი რაღაც სასწაული ბედნიერება ვიგზენი და მუსიკით გადაყავთ რეალურად მუსიკით გამოგზაურებენ და იციან როდის სად წაგიყვანონ და მეზოდან უკვე ნელ-ნელა დავიწყე გაანალიზება და გაცნობიერება რაც ძალიან მძიმე იყო და ნუ გავაცნობიერე ის რომ რეალურად ანუ რაც მქონდა ნამუშევარი და მეგონა რომ გავლილი მქონდა ყველაფერი და ნამუშევარი მქონდა ჩემ ტრავმებთან, რა რისი ბრალია, რატომ აქ ეს კომპლექსი ან ის კომპლექსი, რატო შევის ის ხორცე, ეს მასკა, რომელიც ჩემი არ, ანუ რომ მეგონა რომ რაღაცეები დამთავრებული მქონდა და გავლილი მქონდა, მივედი იქამდე რომ რეალურად მთავარი ტრავმა და რის გამოც ძალიან ბევრი რაღაც იხსნება, იყო ის რომ ანუ მაგ უბნიდან ჩემი გადასვლა იყო ყველაზე დიდი უდარი ჩემ ცხოვრებაში მივხვდი რომ ხო ერთ-ერთი ყველაზე დიდი დარტყმა იყო ჩემ ცხოვრებაში ის რომ მაგ უბნიდან ესე მომიწია სხვაგან გადასვლა ზოგადად ანუ სკოლა სხვა უბანში ცხოვრების დროს უკვე მოვირგე ის რაღაც მასკა და რაღაც ჩავჯექი რაღაც თავის დაცვის პოზიციაში და რეალურად ანუ ამ გადასვლით დავკარგე ბავშვობა და უსაფრთხოების შეგრძნება. ეს არის რაღაც აი მინიმალური რაც შემიძლია რაც უეჭველი აი დასაწყისშივე იყო და რაც მახსოვს და რითიც გაიხსნა ჩემი ტრიპი ბევრად დიდი ინფორმაცია მივიღე უბრალოდ ამ ინფორმაციას სჭირდება დახარისხება და გაფილტრვა იმიტომ რომ ჯერ მეორე დღე, ორი დღე, მესამე დღე რაც ჩამოვედი იქიდან და ესე მალე ანუ ძალიან რთულია და სავარაუდოდ ორ ნაწილად დავყოფ ავიდეოს და მეორე ნაწილში რაც ანუ პირველ ღამისას შევეცდები რომ და ნაწილს მოგიყვეს დღეს და ნუ მეორე ნაწილში იმიტომ რომ ჭირდება დრო ნუ ერთი კვირა მაინც რომ ეს ყველაფერი გავაანალიზო, გავფილტრო, დავალაგო და სწორად გადმოგცეთ ანუ აზრი და თქვენთვისაც გასაგები იყოს. ამ ეტაპზე სულ ეს იყო, უფრო მეტ ინფორმაციის გაზიარებას შევძლებ, როცა გავა რაღაც დრო და პერიოდი და თამამად შემეძლება იმის თქმა, რომ რაღაც კონკრეტულ რაღაცეებში და კონკრეტულ საკითხებში დამეხმარა ეს გამოცდილება. მანამდე კიდე ნუ ნამდვილად არ შემიძლია რომ თქვა, რომ აი უეჭველი სარგებლის მომტანია და უეჭველი დადებითად ისახება შენი ცხოვრების ხარისხზე. სულ ეს იყო, იმედია მოგეწონათ ვიდეო და საინტერესო იყო თქვენთვის. ხო, ბედნიერად და გამოგვიწერეთ, ხო, ხედავთ, ანუ შამანები და დავრჩით ჯუნგლებში 50,000-ზე მოვდივართ საქართველოში უბრუნდებით და ხო, აბა ბედნიერად.